მე დასაწყისში ამ ფრაზით დავიწყე ჩემი ტექსტი, რომ ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ლარში. ეს არის მამუკა ხაზარაძის განცხადება და ჩვენ გვახსოვს აქვე ვიტყვი რომ აი როდესაც ლარიზაციის გეგმაზე დაიწყო მთავრობამ საუბარი რომ სესხები გადაიტანეთ დოლარიდან ლარში მე მახსოვს რომ იმ პერიოდში ერთი კომერციული ბანკის მხრიდან გაკეთა მხოლოდ განცხადება არც ერთი ბანკი მე თვითონ რადიოშიც მუშაობდა კომენტარზე ვურეკავდი არც ერთი ბანკი არ აკეთებდა ამაზე კომენტარს და აი ახლა ვნახეთ რომ მიესალმება მამუკა ხაზარაძემ ლარიზაციის გეგმას მზად ვართ ამისთვის მობილიზებული ვართ ლარში გადავიყვანთ და უნდა ვიაზროვნოთ ლარში თქვენ როგორ გაიგეთ ეს ფრაზა რომ ვიაზროვნოთ ლარში. მე დავსვი ეს შეკითხვაც, რომ ყველაფერი დოლარში იყიდება, ბინები, ავტომობილები, ბატონო პაატამაც აღნიშნა, ქირით ბინები, დიდი ნაწილი იქია. სამომხმარებლო პროდუქტებს ყიდულობთ, მე მგონი ძირითადად ლარში. ანუ ეს დაგვჭა და რას ნიშნავს ეს ფრაზა, არ ვიცი, როდესაც ბანკის ეს ნიშნავს, რომ უკვე ბატონმა ბრძანა პრინციპში რეგულირების გაგრძელებას აპირებდა. ლარში აზროვნება რას ნიშნავს? მოკლედ არის ნუ რაღაც სიტყვებს აქვს რაღაც მნიშვნელობა, ხო? ანუ ფულის მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ რაღაცეები გავზომოთ და რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნდეს მუდმივობა. ანუ რაღაც მაგალითად თუ რაღაც კურსი ან ფასი მუდმივად იცვლება, ჩვენ ნებისმიერ ფულში გვიჭირს აზროვნება, ხო? ანუ ამიტომაც უშვებენ ბიზნესები შეცდომებს, როდესაც ამა თუ იმ ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. ანუ მერყეობაა პრობლემა. ანუ არა მხოლოდ სიტყვაზე რაღაცის გაუფასურება, რაღაც, არამედ როდესაც მოულოდნელია შენთვის, შენ რაღაც ბიზნესი როგორ მუშაობს, რაღაც პროგნოზს აკეთებ, მე თუ ასე მოვიქცევი, შედეგად მივიღებ ამას. ამ ყველაფერს ითვლის. მაგრამ როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მან ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც თავიდან დაგეგმილი ქონდა, მაგრამ ზუსტად გარე ფაქტორია მისთვის ეს ვალუტა. მისგან დამოუკიდებელი მიზეზებისგან რაღაც მოხდა და ფაქტიურად არ დაემთხვა მისი პროგნოზი რეალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მან შეცდომა დაუშვა. ოღონდ ამ შეცდომაზე ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი არის არა თვითონ ბიზნესმენი, არამედ არის პასუხისმგებელი მთავრობა. მაგრამ რას, ანუ ვის ფულზეა პასუხისმგებელი მოკლედ. მაგრამ ამ შემთხვევაში რა ხდება? ბანკების დამოკიდებულება მე მივხვდი მას მერე, რაც მთავრობამ გამოაცხადა 10 პუნქტიანი გეგმა. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში სულ პრობლემაა ბიზნესის და მთავრობის ლოგინში ერთად გორაობა. მაგრამ ბანკების შემთხვევაში ეს ამბავი ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ და დღევანდელი გეგმა ბანკებისთვის როგორც ჩანს არის სრულიად ასე ვთქვათ მისაღები შეთანხმებული და არაფერი განსხვავება მთავრობის წარმომადგენლის გამოსვლასა და ამ შემთხვევაში ბანკების წარმომადგენლების გამოსვლას შორის არ იქნება, ვიდრე პირდაპირ არ დაემუქრებათ ძალიან სერიოზული პერსონალური რისკი. ანუ რამაც შეიძლება მოკლედ შეაცვლევინოთ მათ განწყობა. უბრალოდ ესეთი რამე ანუ ეს ამდენი რაღაცა იმიტომ მოგიყევით რომ გავსი აბსურდი არ არსებობს. არავინ არ იწყებს აზროვნებას იმ ვალუტაში, რომელიც არ არის მყარი. და ჩვენთვის მყარი ვალუტა ლარი არ ყოფილა თითქმის არასოდეს. მისი ასე ვთქვათ გამოშვების დღიდან ის მუდმივად ხან ადიოდა, ხან ჩამოდიოდა, ბევრად უფრო მეტად, დიდი ამპლიტუდით, ვიდრე ის ვალუტები, რომელსაც სოფლიოში ენდობიან. მაგრამ მე უბრალოდ თუ მაქვს საშუალება ამ კითხვას ოდნავ გავწდე, მე ახლა როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, მე ვარ რაღაცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა, ხო? ეს არის მთავრობა, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა უნდა გავაგებინო მე, ან ხალხს, მაგრამ აი აშკარა ხო ფაქტია, რომ რაღაც ხდება ძალიან არასწორი ამ ქვეყანაში. რა ფორმატი არსებობს, აი გინდა კივილი, გინდა რომ რაღაცა სოს იყვირო, ან მიშველეთ იყვირო, ვაიმე, რაღაცა იწვის ხო, რაღაცა სწავლი ხდება. და არავინ ამას სერიოზულად არ აღიქვავს. არც ხელისუფლება არ აღიქვავს ამას, არც ექსპერტული რაღაცა საზოგადოება არ აღიქვავს, ესე რომ რაღაც ეს ხო გასაგებია რომ შეიძლება მაგალითად არ ვიცი ვიღაცა იყოს, ვიღაცის მომხრე იყოს, ვიღაც მეორე იყოს, ვიღაც სხვა პოლიტიკური ძალის მომხრე, მაგრამ ეს ხო საბოლოო ჯამში მთელ ქვეყანაზე თანაბრად მოქმედებს. შეუძლებელია რომ ასეთი ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ თუ მართლა წეგან რაზეც პაატა საუბრობდა, იმ ფუნდამენტურ ეკონომიკურ პოლიტიკას არ გადავხედეთ, თუ სასწრაფოდ არ შევიტანეთ ბიუჯეტი, რომელიც ერთი კვირის არ არის, რაც მივიღეთ, კვლავ პარლამენტში არ შევკვეცეთ ხარჯები, არ შევამცირეთ ის რაღაცა ეხლა მოგონილი აქციზის გადასახადი, თუ ლართან მიმართებაში არ ვაწარმოეთ, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩვენ უნდა დოლარი გამოვიყენოთ, მაგრამ თუ მაგის ერთი ადგილი არ აგვაქვს, როგორც მინიმუმ, მაშინ ლარის მასა უნდა ვაკონტროლოთ ერთმნიშვნელოვნად
რეგულაციებზე, რომლებზეც ლაპარაკობენ, რომ თურმე არ შეიძლება ჩემ ბინას დოლარში დავაწერო ფასი და ამის მაინც ლარში უნდა დავაწერო, ესეთი სიგიჟეები უნდა სწრაფად დავასრულოთ. პირიქით უნდა გავხსნათ ეკონომიკა. ეხლა რაღაც აქცია იყო მიწაზე თქვენ უნდა ისაუბროთ თორემ ეს არის ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგიჟე, რომელზეც ეხლა ისევ დაიწყება მედიაში, მათ შორის ანუ მოიწვევენ გიჟებს, მოიწვევენ არაგიჟებს, ეს გიჟები და არაგიჟები ერთმანეთში დაიწყებენ კამათს, ყვირილს, უბედურებას, იქ რაღაც ქართული მიწა, ხუმუსი, რაღაც ისულელებს ლაპარაკობენ. და ეს არის ლარის პრობლემა. ეს არის ის პრობლემა, რომელიც მანიფესტაცია ხდება ლარის კურსში. ანუ ლარის კურსზე გადაცემები კი არ უნდა გქონდეს. უნდა გქონდეს აი ამ სიგიჟებზე გადაცემები, რასაც ზოგში მონაწილეობს პირდაპირ მთავრობა, ზოგ ასეთ პროცესს ახალისებს და თვითონ არ აქვს არაფერზე მკაფიო პოზიცია. ეს არის მოსაგვარებელი თუ გვინდა რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს, რადგან დღეს ვსაუბრობ. გასაგებია, მადლობა. ბატონ ლევან, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც კეთდება ბანკების